ბოლო მეხუთე ტრამვა ეს უკვე ყალიბდება დაბადებიდან 12 წლამდე. საერთოდ ბავშვობის ტრამვები ითვლება, რომ არის 12 წლამდე. 12 წლის მერე უკვე არის სხვა სტრესები, იმ სტრესის განზოგადება, სხვადასხვა ისინი, მაგრამ აი ბავშვობის ტრამვებს, რასაც ვეძახით, ეს არის 12 წლამდე. უცლად ყოფნის პერიოდიდან 12 წლამდე. და ბოლო არის ისტერიული ტრავმა. ეს არის ადამიანის, როგორც ღირებული პიროვნების, როცა ან გადაჭარბებული შეფასება ხდება, ან პირიქით ნაკლებობა ამ შეფასების და უფრო გაუფასურებაა, ხო? და ისტერიული ხასიათის ტიპს აყალიბებს. და როგორია ეს ისტერიული ხასიათის ტიპი? რომ უფრო უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს, როგორც მსახიობი, ყველა მას დასს უკრავდეს, ყურადღებას აქცევდეს და რაღაცა ისეთი შეიძლება არც იყოს ეს ნაღდი გულისმიერი ურთიერთობა, მაგრამ აი მთავარია რომ ყურადღების ცენტრში იყოს და რაღაცა და აი ესეთი ხომ? ეხლა ნახავთ როლების მიხედვით კიდევ უფრო ჩაიშლება. პირველი ეს არის როლი ვარსკვლავთ გოგონა ან ვარსკვლავთ ბიჭუნა. მისი გზავნილია მე მშვენიერი ვარ, შორეული და მიუწვდომელი, შორიდან დატკბი ჩემით. იმიტომ ქვია ვარსკვლავთ, როგორც ვარსკვლავი ლამაზია, მაგრამ შორს არის და შორიდან უნდა დატკბე, იქ ვერ მიუახლოვდები. აი ამას შიში აქვს, რომ მე თუ ახლოს ვინმე გამიცნობს, აღარ მოვეწონებიო, იმიტომ რომ არის ის ბავშვობიდან რომ კარგია და მოსაწონია. და ირჩევს ამ როლს, რომ აი კარგი ვარ, მშვენიერი ვარ, მაგრამ შორს არ მომიახლოვდეთ. იმიტომ რომ საშინელი შიში აქვს თუ ვინმე ახლოს გაიცნობს, რომ უკვე აღარ მოეწონება და არა და თუ გინდა ადამიანთან ურთიერთობა, შენ სიახლოვე გინდა. შორიდან როდემდე დატკბება შენით შეყვარებული. ხო? როდემდე მე წავა და სხვა სიპოვის არა. ვინც ახლო მიუშვებს. რა თქმა უნდა, ვინც ახლო მიუშვებს და ექნება ნაღდი ურთიერთობები ისა. მთელი გულით, ხო? მაგრამ ამას პანიკური შიში აქვს, რომ არა, მე ისა და აი შორიდან თუ ეშესა და რაღაცა პერიოდი ამას ინარჩუნებს, რომ შორიდან დატკბი ჩემით, მაგრამ რა თქმა უნდა, მე კრახით თავდება, ხო, ახლა ვინ გაუძლებს, ხო? მეორე პრინცი პრინცესა. აქ მესიჯია აღფრთოვანდით ჩემით. ნახეთ, ძალიან როცა შეაიყვანეს, ძალიან სუბავშვობიდან რომ ჩვენო პრინცესა და ჩვენო ის და ჩვენო ეს და ამას შეეჩვია რომ ყველა ადამიანი მისით იყო აღფრთოვანებული, მერე უკვე ითხოვს რომ მუდმივად იყოს აღფრთოვანებული მისი ქმარი, მისი მეგობრები, ან ყველა თანამშრომელი, ყველა ნაცნობი, ყველა. და ეხლა ამას ვინ გაუძლებს რომ სულ გამორიცხულია. ეხლა ეს როლი ნახეთ, ესეც ვთქვათ რომ ჯანსაღად როგორ გამოვიყენოთ ეს პრინცესის როლი. მაგალითად, გათხოვდა გოგონა და თაფლობის თვეაქ. იქ რა თქმა უნდა პრინცესის როლში ხარ. იქ თუ არ ხარ პრინცესის როლში, ის არის პათოლოგია, ხო? მაგრამ დამთავრდა ეს თაფლობის თვე და დაიწყო ჩვეულებრივი ცხოვრება. ეხლა შენ რო ითხოვ რომ ყოველ შემოსვლაზე დაღლილი ქმარი შენ აღფრთოვანდეს შენით, აქ ცოტა არაადეკვატური ხარ უკვე, ხო? და მე ეს იწვევს მთელ რიგ კონფლიქტებს. აბა რა თქმა უნდა გამოიწვევს, ხო? მაგრამ ვერ გამოდის იმ როლიდან. ესეც ტრაგედიაა, რომ ისე შეეზარდა, ხო ეს ნიღაბი ვერ იხსნის ამას, ვერ გამოდის. მაგრამ თუ მოინდომა ადამიანმა ყველაფერი შესაძლებელია. ყოლიათ მასეთი კლიენტები ქალბატონები. ყველანაირი მყოლია, და პრინცესები. სხვა შორის პრინცესები ძალიან იშვიათად მოდიან ფსიქოთერაპიაზე. აბა რა. იმიტომ რომ თუ მოვა, მხოლოდ იმიტომ მოვა, რომ შენ უნდა აღფრთოვანდები და უთხრა რომ რა კარგად შეგისწავლია ფსიქოლოგია. ჩემზე მეტი იცი. და ხა ამისთვის იშვიათად მოდიან რა, მაგრამ თუმცა მოდიან მინდა გითხრათ, ეგეთები მყოლია. მარტო იმიტომ რომ მოვიდა რომ დაგანახოს რომ იცის და პრინცების ყავს არიან პრინცები. აი მე უამრავი. მესამე არის კარგი ბიჭი, კარგი გოგო და გზავნილი სამყაროში არის ესეთი მე კარგი ვარ, ხომ მე თანხმები შემაქე. ანუ ნახე ამ ადამიანმა სინამდვილეში არ იცის რომ კარგია და მუდმივად ითხოვს სამყაროდან დასტურს, უნდა გაიგონოს ეს, ან მიიღოს რაღაცით რომ მიხვდეს რომ დაუდასტურეს. და არა კონკრეტულად ნახე, ხო, აღიარებაც არის ეგ, მაგრამ ნახე კონკრეტულად ითხოვს იმას, რომ უნდა უთხრა რომ კარგი გოგო ხარ, ან კარგი ბიჭი ხარ. რატო? არ იცის რომ კარგია. და ქმართან აი დაგიუთავე პერანგი, ხო, კაი გოგო ვარ. და ისედაც შენ ხო უნდა იცოდე რომ კარგი ხარ. თვითკმარი ხარ, კაცო, ღმერთი ვითხარ ადამიანი, ღმერთის ხატი და მსგავსი ხარ. რა თქმა უნდა კარგი ხარ და შენშია ის სინათლე, ყველაფერი, ხო? მაგრამ არ იცი ეგ. და ყველასთან სამსახურში შევა უფროსთან და ეტყვის, აი დღეს ამდენი მეილი გავაგზავნე, ხო, კაი გოგო ვარ.
და ასე შემდეგ და ნახე ეს ვისაც და ძალიან ბევრი ამ როლში გაჭედილი, კარგი გოგოს და კარგი ბიჭის როლი. ეს რას ნიშნავს, იცი? შენი სურვილებით ვეღარ ცხოვრობ, შენი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობ, შენთვის მთავარია შეესაბამო იმ მოთხოვნებს საზოგადოებიდან, სადაც ითვლება, რომ თუ ამას აკეთებ, კარგი გოგო ხარ. და აი მაგალითად ერთმა მითხრა, ეგ არ დამოიწყება არასდროს ერთმა გოგომ, რომ საერთოდ არ მინდაო დისერტაციის დაცვაო. და სადოქტოროსიო რა. აი სულ სხვა ინტერესები მაქვს და ყველავ კარგავ ეხა დროსოდ. მეთქი მაინც აკეთებ. აბარაო, მამაჩემს ისე უნდაო რომ და მე ისე მესიამონება რომ მეტყვის რომ აი ჩემი კაი გოგო რომ ესეც ხო დაიცავიო. და იმ წლებსაც კარგავდა, ეზიზღებოდა, არ უნდოდა იმის კეთება. მაგრამ იმიტომ რომ კაი გოგოა და მე შენი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობ. და რო არ შეაქებენ ეს ანგრევს ალბათ. საშინლად. და ყველაფერს იზამს რომ ის დაიმსახუროს რომ კარგი გოგოა და საერთოდ გადადებს თავის ინტერესებს და სურვილებს. მხოლოდ ეს კონკრეტული ადამიანისგან უნდოდეს ამ კარგის რა თქმა უნდა, ეგეც იქნება რომ ყველაზე მეტად იმ გოგოს ყველაზე მეტად მამა ყავდა. ამ თავარია მამამისმა უთხრა, სხვა არაინც აი დედამ რომც არ უთხრას არ აინტერესებდა იმას რა. დედა ეუბნებოდა ნუ კარგიო რა. რა ამდენი საქმე გაქვს, რა ეს ამოიჩემე ახლა ესაო და გაი შვილებს აკლებო, ძალიან აკლებდა შვილებს ყურადღებას, იმიტომ რომ იმას დიდი დრო მიქონდა. დედა ეუბნებოდა, მაგრამ ამისთვის მამა იყო მთავარი. რა თქმა უნდა, ეგეც იქნება, რომ ვიღაცა უფრო მეტად ავტორიტეტია ვიღაცა ისა, თუმცა ის ზოგადადაც იქნება, რომ აი კარგი გოგო ვარ და ამიტომ ვეღარ მოусმენს თავის სურვილებს, იქნება სულ დაძაბული და კიდე აი ამ როლში ვინც არის რა ახასიათებთ, რომ სულ დაძაბული არიან, რომ რამე არ შეეშალოთ. ეს ხალხი თავის თავს არ აძლევს შეცდომის უფლებას, იმიტომ რომ თუ შემეშალა აღარ მეტყვიან რომ კარგი ვარ. და ეს ხო აბსოლუტურად არაბუნებრივია, რომ დაძაბული ცხოვრო, თუ დაძაბული ცხოვრობ, უკვე დაბალია ცხოვრების ხარისხი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არაბუნებრივია. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მოდუნებულად, ოღონდ ფხიზლად. ნახე და ცხოვრობს დაძაბული, რამე არ შემეშალოს, ვინმე მართქოს ჩემზე რომ არა ვარ კარგი და საერთოდ ვეღარ უკონტაქტება თავის ნამდვილ სურვილებს, ნამდვილ ინტერესებს და ვეღარ ცხოვრობს თავის ცხოვრებით. აი ძალიან ვერაგი როლია ეს და თითქოს კარგი ხარ, ყველა შენზე კარგს ამბობს, მაგრამ შენ მთელი ენერგია ამ დაძაბულობაში მიგდის და საერთოდ შენი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობ. ეს ტრაგედიაა რა. შემდეგი არის მაცთუნებელი გოგო, მაცთუნებელი ბიჭი და მისი გზავნილია. თქვენ მიმზიდველი ხართ, მე საოცრად მიმზიდველი, რატო დავკარგოთ ტყუილად დრო? აი ტიპიური ისტერიული ხასიათის ტიპს ახასიათებს ეს, რომ აი ყველას ეპრანჭება, ყველას ისე რაღაცა და აი ზერელეთო, ვონთ ზედაპირულად. მუდმივ რომ ხო, და რაცა ესე, ხო, რატო და ეს რაღაცა და თან ყურადღების ცენტრში. ხო, ესეც და ბოლო მსახიობი გოგო, მსახიობი ბიჭი, მისი გზავნილია, მოდი ვითამაშოთ ყურადღება მომაქცია. ეს აი პირდაპირ მსახიობის იმაში გაჭედილია, რომ უნდა რომ სულ ყურადღების ცენტრში იყოს. ამას არ შეუძლია ნაღდი გულისმიერი ურთიერთობა. არ შეუძლია და ძალიან ეშინია ვიღაცა თავის გულთან ახლოს რომ მიუშვას, იმიტომ რომ ბავშვობაში ეს ჩაუკეტეს, როცა გაიხსნა რაღაცა მთელი გულით უთხრა დასცინეს ან ჩაახშეს და შეეჩვი ამას და სულ ზერელე ურთიერთობები ოღონდ უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს, ამაში გპატიჟებს კი, მოდი ვითამაშოთ. ოღონდ გთავაზობს აი ამ არაგულისმიერ, არანაღდ ურთიერთობას, არ შეუძლია უბრალოდ ეს და აი გეთამაშება, ოღონდ უნდა რომ აი ესეთი ყურადღების ცენტრში იყოს. ყველა მტაში დაუკრას როგორც სცენაზე და სხვაებმა მაყურებლებმა ისა და აი მისი აი ეს არის ზუსტად ეს ხარვეზი აქვს, აი ეს დაზიანება აქვს ბავშვობიდან, რომ არ შეუძლია ნაღდი გულისმიერი ურთიერთობები, რაც მთავარია ადამიანისთვის.